საზარელი დანაშაული კასპში. კაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, შემდეგ ადგილიდან მიიმალა. ირკვევა, რომ ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალს სახეში მჟავად შეასხა და ეგრეთ წოდებული სპიცით დაჭრა. ქალი თბილისში დამწრობის ცენტრშია გადმოყვანილი. ჩვენი ინფორმაციით, ქალი ქმარს 3 წლის წინ დაშორდა და მცირეწლოვანი შვილი ყავს. ბავშვი დედასთან ერთად ცხოვრობდა, ყოფილი ქმარი კი ავიწროებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე აღიძრა მუხლით, რომელიც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ლაპარაკობდა გონზე იყო, მაგრამ მძიმედ არის ვიძახი, რა გითხრათ აბა. ის არ ვიცი, ახლა იძახიან მეუღლემოდ. ღამის საათებში წუხელის მიაკითხა და ეჭვენობის ნიადაგზე გამოსულ ყოფილ მეუღლეს ქალბატონს ჯერ სახის არეში შეასხა ეგრეთ წოდებული მჟავა კისლა და შემდეგ რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით, ხოლო დაჭრილ და კისლათა შესხმულ ყოფილ მეუღლეს წაუკიდა ცეცხლი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, ჩვენთვის არის ცნობილი, რომ ეს ადამიანი გახლავთ ზურა კურდული, რომელიც არის ნარკოდამოკიდებული. მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, მართლაც თვითონზე ყოფება, სადღაც 50% არის დამწრობა. ჩვენი კოლეგების კასპის კლინიკიდან და გადმოცემით გარდა თერმული დაზიანების აქვს ქიმიური დამწრობა მიღებული და რამოდენიმე მასლის საგნით მიღებული ნაკვეთი ჭრილობა. ავსიტყვას იმყოფება დამწრობის შოკის მდგომარეობაში, დამწრობის რეანიმაციულ გამოფენებაში დამწრობა აქვს წელს სახეზე, გულგერძზე, ზემოკითურებზე. დამწრობას ასევე ემატება სასუთხისების თერმული ჰალაციური დაზიანება უმძიმეს. ამიტომაც მოუწია გადაყვანა სუდყვაზე.